შემდეგი განსაკუთრებული რესპონდენტი ერთიანდება არეალში ეკატერინე ყიფიანი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი, ძალიან მნიშვნელოვანი რეგალიური ჩამონათვალით ასევე უღრმესი მადლობა ეკა ამჯერად უკვე არეალში გაერთიანებისთვის, არაერთხელ გაერთიანებული ვხარ. ცხადია ჩემს სხვადასხვა გადაცემაში და ყოველთვის სწორედ ის პოზიტიური მიმართულება დაგიტოვებია, რომელიც საქმისთვისაც გვჭირდება, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვჭირდება და ურთიერთობებისთვის, რომელზეც დღეს ეკა მაისურაძესთან ერთად გავამახვილეთ ყურადღება ის კომუნიკაციები, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია საქმის წარმატებისთვის. პროფესიონალ და საქმიან ქალთა გაერთიანების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ პირველ რიგში. ეკა მაისურაძის საქმიანობის დიდი ხანია ჟამთა აღმწერელი ხარ, შეიძლება ითქვას. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის გაერთიანება? მოგესალმები შენს მაყურებელს, ჩემო გვანცა, ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა, არეალში სტუმრობა და დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია წარმატება, რადგან ყოველთვის განსაკუთრებული ნამდვილობით გამოირჩევი და შესაბამისად ყველა შენი გადაცემა ვნახე, ძალიან საინტერესო იყო თითოეული მათგანი ჩემთვის და მჯერე რომ წინ დიდი მომავალი გვაქვს. ახლა უკვე თამამად შემიძლია ფთაშესხმულმა გავაგრძელო გადაცემის კეთება. ასევე ულოცავ ეკატერინეს არაჩვეულებრივ წამოწყებას, არ არის ეს წამოწყება, რა თქმა უნდა, დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ეხლა უკვე ვფიქრობ, რომ ქალბატონებისთვის უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვით იარსებებს უკვე ეს ორგანიზაცია, რადგან ჩვენს ქალბატონებს ძალიან სჭირდებათ არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის წარმოჩენა თავიანთი საქმიანობების, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრებს გარეთ გავიტანოთ ჩვენი პროფესიები, ჩვენი გამოცდილებები, გაუზიაროთ წარმატებულ ქალბატონებს და ასევე მათგანაც მივიღოთ რჩევები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ზუსტად мотиваციის გავრცელებაზე ვის უნდა ვკითხო თუ არა შენეგა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ мотиваციის სწორად გავრცელება ჩვენივე წარმატებისთვის. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა. დიახ. დამეთანხმები, რომ წარმატებულ ქალბატონებს ედგას ქვეყანა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად გააჩნია ქალბატონს უნარი, რომ იყოს ფისთვის მომოტივირებელი, იყოს წარმატებული, იყოს ბედნიერი და ქმნიდეს მომავალს, ხო? ეს პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ აქ უკვე გამოვდივართ ასპარეზზე, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზი ქვია. და მე ვფიქრობ, რომ დღეს კულისებს მიღმა მომიწია ძალიან წარმატებულ ქალბატონებთან საუბარი. ზოგს აქვს პრობლემა იმის, რომ საკუთარი თავის პრეზენტაცია გააკეთოს. ზოგს აქვს იმის პრობლემა, რომ ზოგადად ისაუბროს რა გამოცდილებები აქვს ამა თუ იმ მიმართულებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგვანი ვართ მომოტივირებელი სხვა ადამიანებისთვის და ვაძლევთ мотиваციას იმისთვის, რომ კიდევ უფრო თავდაჯერებულად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და გაუზიარონ გამოცდილებების სხვებს. ყოველთვის გიხარია სხვისი წარმატება, ამის რეალური მაგალითი ხარ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის თუ არა ადამიანი უკვე წარმატებული, როცა სხვისი წარმატება უხარია? ჩემი დევიზია, რომ გამცემი ადამიანი ყოველთვის უფრო ბედნიერია ვიდრე მიმღები. და ამაში რას ვაერთიანებ? ვაერთიანებ იმას, რომ მე როცა ვხედავ წარმატებულს, ჭკვიანს, ბედნიერ ადამიანს, ასმაგად მიჩნდება мотиваცია, რომ მე უნდა ვიარო წინ, უნდა ვიყო ბედნიერი, უნდა შევქმნე მომავალი. და მე ვფიქრობ, რომ ქალბატონები, რომლებიც ერთმანეთის მხარდაჭერები იქნებიან და აღფრთოვანებდებიან ზოგადად სხვისი წარმატებით, აუცილებლად იქნებიან თვითონ წარმატებულები და ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რადგან ადამიანებს არ სჯერათ საკუთარი თავის და სწორედ ეს მდგომარეობა, როცა მათ ბოლომდე არ შეუძლიათ აღიქვას სხვისი წარმატება. შესაბამისად, თითოეული ადამიანი, რომელიც თავდაჯერებულია, ყოველდღიურად მუშაობს პიროვნულ ზრდაზე და დღეს ამისთვის დამერწმუნები, რომ უამრავი საშუალებაა ჩვენს გარშემო, რომ ყოველდღიურად იმუშაოს საკუთარ თავზე. ბევრი საშუალებაა ნამდვილად. მასშტაბური ხდება, რა თქმა უნდა, და პირველ რიგში შენთვის არის ძალიან სასიამოვნო და იმ ადამიანისთვის, ვისი წარმატებაც ესე გიხარია. ძალიან მიხარია სწორედ ასეთ პასუხს ველოდი ეკა ყიფიანისგან. ტრანსკულტურალური კონსულტაცია. ძალიან საინტერესო რეგალია. რას მოიცავს და როგორ იყენებ მექანიზმებს საკუთარი წარმატებისთვის? ტრანსკულტურალური მიმართულება სწორედ აერთიანებს
ზოგადად მსოფლიოს ესე ვთქვათ. და თავის დროზე როცა მესრად პეჟეშკიანმა ეს მიმართულება შექმნა, ესეთ აქცენტებს გაუსვა ხაზი, რომ სხვადასხვა ქვეყანას და სხვადასხვა კულტურებს დამოკიდებულებებში, ურთიერთობებში აქვს სხვადასხვა ტრადიციები. და იმისთვის, რომ ადამიანმა ზოგადად მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე, ესე ვთქვათ, და იყოს გაწონასწორებული, აუცილებელია გქონდეს მიმღებლობა. სწორედ ეს ფსიქოლოგია და ეს მიმართულება აერთიანებს მიმღებლობას სხვადასხვა კულტურების, სხვადასხვა ადამიანების ქცევების, რელიგიების მრწამსის და სწორედ ამ ყველაფერს მაქვს ჩვენთვის ალბათ ძალიან დიდი სიმშვიდე და ჩვენი პატრიარქიც ამას მოგვიწოდებდა ყოველთვის, რომ პირობოთ პირველ რიგში ყველაზე დიდი ღირებულება არის ადამიანი და ჩვენ როცა ადამიანი ჩვენთვის ყველაზე მაღალი ღირებულება შესაბამისად გვაქვს ყველანაირი მიმღებლობა და სიყვარული, რომ შევქმნათ ჯანსაღი მომავალი. მიმღებლობა სამაგალითო მიმართულებების, სიყვარულის, რა თქმა უნდა, ერთმანეთის წარმატების, გაზიარების და სწორი საქმიანი ნაბიჯების. ძალიან დიდი მადლობა ეკას, სწორედ იმ მიმართულებების გაჟღერებისთვის, რაც ესეთი მნიშვნელოვანია და ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს ეკა ყიფიანი გაერთიანდა არეალში, რომელსაც კვლავ ველოდებით სხვადასხვა საქმიანი მიღწევით ცხადია გადაცემაში და საამაყოდ, რა თქმა უნდა, კვლავ გავერთიანდებით არეალში. მადლობა ეკას, გიბრუნდებით სულ ცოტა ხანში, მორიგ საინტერესო სტუმართან ერთად.